ციფრულ მარკეტინგში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ჩემი მოფიქრებული იდეა რეალურ შედეგად გარდაიქმნება. მე ვარ მარი წერეთელი, ციფრული მარკეტერი. თავდაპირველად ინტერესი ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროს გამიჩნდა, როცა გავაკეთე mini research-ი, დავფიქრდი, რომ მარკეტინგი იყო ის, რაც მომცემდა ჩემი უნარების განვითარების შესაძლებლობას. და ამ პერიოდში ისიც გავიაზრე, რომ ციფრული მიმართულება ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადია. უკვე აქტიურად ვეძებდი თუ სად შემეძლო რომ განმევითარებინა ჩემი უნარები და სკივილის პოსტიც ამ ეტაპზე შემხვდა. გადაწყვიტე რომ დარეგისტრირებულიყავი. ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ რეალურ საჭიროებებს ერგებოდა ჩვენი კურსი და ასევე იყო ძალიან მოქნილი გრაფიკი. ამ შემთხვევაში თუ ვერ ვახერხებდი ლაივ სესიებზე დასწრებას, იმის საშუალება ყოველთვის მქონდა რომ ჩამერთო და თავიდან მეყურებინა. და ეს ყველაფერი ასევე მეხმარებოდა იმაში, რომ ჩემი უნარები მეტად განმევითარებინა, რადგან უშუალოდ თან ვუყურებდი და თან პრაქტიკულად ვახორციელებდი დავალებებს. მქონდა საკმაოდ დიდი დედლაინები, ასევე დავალებები იყო მორგებული პრაქტიკასთან, რაც გვეხმარებოდა, რომ ჩვენი უნარები მეტად განმევითარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი იყო ონლაინ, ჩვენ მუდმივად გქონდა კომუნიკაცია როგორც success manager-თან, ასევე ლექტორებთან და ნებისმიერ კითხვის შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ, რომ დაგვხმარებოდნენ. როდესაც თავიდან უკვე ფეხი შევდგი მარკეტინგში, დავიწყო უკვე სხვა თვალით ყურება, თუნდაც ბილბორდების, თუნდაც რეკლამების, თუნდაც პოსტების და დავინახე, რომ ამ რაღაც ვიზუალურ ნაწილის უკან საკმაოდ დიდი პროცესი იდგა. მივხვდი, რომ საკმაოდ რთულია, რომ სწორად სტრატეგიულად განსაზღვრო თუ რა არის შენი მიზანი და შენ უკვე ამ მიზანს მოერგო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სწორედ ეს იყო. ამ კურსის დახმარებით საკმაოდ ბევრ ინფორმაციაზე მივიღო წვდომა და ეს ყველაფერი უკვე რეალურად გამომადგა ჩემს პროფესიულ სტაჟში. აღმოაჩინე, რომ მაინტერესებს advertising-ი და ანალიტიკა და ასევე კონტენტის ნაწილი, სადაც უკვე კონტენტ ანალიზს და კონტენტ კალენდარს გვეგმოვ. რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში შეგიძლია შენი კრეატივი მაქსიმალურად გამოავლინო და ასევე დააკვირდე თუ შენს ქმედებებს რა შედეგები მოყვა. დასაქმების ნაწილს რაც შეეხება, ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ კი იპოვე შენს ასე ვთქვათ ძლიერ მხარეს და შემდეგ ამას განავითარებ, შეიძლება უკვე რომ თავი დამკვიდრო ამ ბაზარზე. სკივილი დამეხმარა იმაში, რომ ჩემი რეზიუმე მომეწესრიგებინა, ასევე გამომართა LinkedIn პროფაილი, რის შემდეგაც უკვე დავიწყე აქტიურად მოძიება სამსახურის. იმ ეტაპისთვის საკმაოდ რთული იყო, თუმცა აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში და მალევე დავიწყე სტაჟირებაც. სტაჟირება შემდეგ უკვე მოყვა რეალური გამოცდილების დაგროვება და ისეთ პროექტებზე მუშაობა, სადაც რეალურად დავინახავდი პროცესებს. მარკეტინგი იძლევა იმ საშუალებას, რომ შენი თავი დატესტო სხვადასხვა მიმართულებებით, როგორც არის მაგალითად სამშენებლო, სტომატოლოგიური, საავტომობილო და ეს გამოცდილება დამეხმარა იმაში, რომ რეალურად სხვადასხვა მიმართულებაში კიდევ უფრო მეტი რამე მესწავლო. ვარ ისევ განვითარების ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, რადგან მარკეტინგი არის ის, რაც რეალურად ყოველთვის იცვლება. აუცილებელია, რომ მოვერგოთ ახალ, ასე ვთქვათ, რეალობას და ჩემი მიზნები სწორედ ამას უკავშირდება, რომ რა შეიძლება მეტად შევცვლო ამ სახლების მიღება და უშუალოდ პრაქტიკაში გამოყენება. სამაოდ მინდა, რომ ჩემი გამოცდილება, რაც უკვე ქართულ ბაზარზე დავაგროვე, უცხოურ კომპანიებთანაც გამოვიყენო და იქ კიდევ უფრო მეტად განავითარო ჩემი უნარები.